Გავუყურებთ ბიზნეს კურიერს დღეს 3 მაისია მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ მოგესალმებით. მოგესალმებით. რა უბიძგებს ბიზნეს სოფლად? პირველ რიგში გაერთიანება მიიჩნევენ ფერმერები, ასე მათი ხმა მთავრობას უკეთესმის და ვინ უნდა ითავსოს უფრო ქალაქელმა მენეჯმენტის გამოცდილებით. თუმცა მაშინაც კი როცა მთავრობას ფერმერის ხმა ესმის და ეხმარება ბიზნესი ბიზნესს მაინც ვერ იღებს. ფერმას რომელსაც 5 მილიონი მისცეს 10,000 ხორი გაუწყდა და ახლა უარეს დღეშია ვიდრე მაშინ როცა ფული საერთოდ არ ქონდა. თუ მთა არ მიდის მუხამედთან, ურჩევნია მას თავად მივიდეს. მთასთან ამბობს აზიური სიბრძნე, თუმცა თუ კი ფერმერი მარტო მივა მთავრობასთან, ხმას მაინც ვერ გააგონებს. ამიტომ ჯობს ბევრი ფერმერი მივიდეს. ასეთია ქართული სიბრძნე და ის მუშაობს. თუმცა აკაკი გაერთიანებასაც მართვის ცოდნა ჭირდება, რაც სოფლად დამეთანხმები იშვიათია. ქალაქელები კი სოფელს უფრთხიან იქაურობა ეუცხოვებათ, არადა სწორედ მათი ცოდნა და მენეჯერული უნარებია დღეს იქ ჰაერივით საჭირო. აქ იყო ჩემი პირველი კაფე, სპერნიანოს სახელობითი ყავის სახლი მქონდა, რომელიც 2005 წელს დავიწყე. ეგ ბიზნესი დღესაც მაქვს, უბრალოდ ყავის სახლი აღარ არსებობს და გარკვეული წლების მერე ბარნოვიდან, ასე აბაშიძიდან აღმოჩნდი ახალციხეში. წელს ჩემი პარტნიორი, რომელიც ყავაში იყო, ჩემთან ერთად წავიდა ახალციხეში სათევზაოდ, დაათვრა და იყიდა 2 ძროხა. დაგვირეკეს ახალციხიდან და გითხრეს, რომ გასაგებია რომ 2 ძროხა ყავთ, იყიდეთ, მაგრამ ამ ძროხას მოვალა პატრონობა ჭირდებაო. ძალიან იღბლიანი აღმოჩნდით, იმიტომ რომ მაშინ ფონდი 1000 წლეული გამოწვევა საქართველოს ჰქონდა საგრანტო კონკურსი და ერთი კვირის ვადაში დავწერე ისეთი განაცხადი, როგორ გადაგვეყვანა სახლის მეურნეობა, ანუ ესე კუსტარულად წარმოებული მეურნეობა ინდუსტრიაში, ანუ როგორ გაგვეხადა, გაგვეკეთებინა იმერული ყველი ქარხნული სტანდარტებით. და მოვიგეთ ეს საგრანტო კონკურსი. აბსოლუტურად არ მქონია არანაირი არც განათლება, არც ცოდნა რა უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ მე თვითონ თარჯიმან რეფერენტი ვარ სპეციალობით. შეხება სოფელთან არ მქონია, თბილისში დავიბადე, გავიზარდე, სოფელიც არ მაქვს, ჩემ დასამწუხაროდ, ეხლა უკვე კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ როდესაც წავედი და ჩავედით ახალციხეში, პრობლემაც ის იყო, რომ არავინ არ იყო ადამიანი, ვისაც შეეძლო საერთაშორისო სტანდარტებზე და ტექნოლოგიებზე ეს ქარხანა აემუშავებინა. მომიწია მე თვითონ წასვლა, ერთ-ერთი ვიყავი თურქეთში, წასული კონიაში, ვსწავლობდი ტექნოლოგიებს, შემდეგ გავხდი სოციალურობის მენეჯერი. ეხლა წავიდეთ, განახებ შიგნით როგორია ჩემი საწარმო და მოგამზადებინი და მეც მომამზადებ ყველს. როდესაც აქ ჩამოვედით და თქვი რომ აღნიშნე კიდევაც რომ არ იყო საკვები პირუტყვისთვის, ფერმერებს დაუწყეთ დარიგება, ანუ ბარტერს უკეთებდით, ისინი გვაბარებდნენ რძეს და ჩვენ ვაძლევდით პირუტყვის საკვებს. თუმცა კი ახლა ნელ-ნელა რომ ნახეთ რომ რამდენად მაღალპროდუქტიული გახდა მათი პირუტყვი, ან დაახლოებით 20%-მდე მოიმატა წელომ, ახლა მოდიან და თვითონაც ყიდულობენ. არაფერი არ იყო საერთოდ, დაახლოებით აი ესეთი ნანგრევები იყო, რომ ჩამოვედით და მაგის მერე დავიწყეთ ფაქტიურად აი ესეთ სერიოზული მშენებლობები. ეხლა აი აქ სადაც ვდგავართ, აი აქ იქნება 100-იანი ძროხის ფერმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების იქნება და ამ წელიწადში ამას უკვე დავამთავრებთ.
როგორც გითხარი, გვაქვს რძის ქარხანა, ეს არის პირუტყვის საკვების წარმოებელი ქარხანა და აი ძროხა სადაც დადის, იქ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ვაშლის შემნახველი, იმიტომ რომ ქვევით გვაქვს 5 გექტარი ვაშლი. კიდე ჩვენი პატარა ტბა გვაქვს, რომელზეც მინდა რომ წაგიყვანო და განახო. იქ რას აპირებ? იქ ვაპირებ, რომ გავაკეთოთ თევზსარეწი და ჩემი ესეთი ოცნება არის, რომ გავაკეთო აგროტურიზმი და პატარა რამოდენიმე ესე ვთქვათ, ხის სახლები ჩავდგარო, ტურისტები რომ ჩამოვლენ, მე შეეძლოთ თევზი დაიჭირონ, იქ ვაშლი მოწყვიტონ, აქ ამოვიდნენ ყველი გააკეთონ, ზემოწველონ, კი არა, ძროხა მოწველონ. მოვედით ფერმერთა ასოციაციაში. ფერმერთა ასოციაცია შეიქმნა 2012 წელს და ზოგადად შევიკრიბეთ ერთი იდეის მქონე ადამიანები, ვისაც გვინდოდა რომ სოფლის მეურნეობა წინ წასულიყო, იმიტომ რომ იყო გარკვეული წლები, როდესაც სოფლის მეურნეობა სტაგნაციას განიცდიდა, არაფერი არ ხდებოდა და განსაკუთრებით ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა კომუნიკაცია ხელისუფლებას და ფერმერებს შორის. ეს ორგანიზაცია 5 ადამიანისგან დაარსდა, ანუ ჩვენ ყავს ბორდი, რომელიც როტაციული მეთოდის არის. დღევანდელ დღეს ვაერთიანებთ 750 ფერმერს. ეს არის ქოლგა ასოციაცია, რომელსაც ეყოლება სამომავლოდ რეგიონებში დარგობრივი ასოციაციები და შესაბამისად, აი ყველა პრობლემა, რომელიც რეგიონში იქნება მიუხედავად იმ თავისი სპეციფიკისა, მოვა ჩვენამდე და ჩვენ მოვახდენთ მერე ამაზე უკვე რეაგირებას. მაშასე თუ კი სოფლელებს გული ქალაქისკენ უწევს და ვაკეში უნდა ცხოვრება, ვაკელები წავალთ სოფელში, ასე ფულსაც ვიშოვით და ქვეყანასაც უშველით მიჩნევს კიდევ ერთი ვაკელი, გოგა ხაინდრავა, რომელიც 10 ოჯახთან ერთად თეთრი წყაროში მიდის და იქ სულ ახალ სოფელს აარსებს. არაც იცის, როგორ მოსთხოვავს მთავრობას ყველა დახმარება, რასაც ფერმერებს დაპირდნენ და ყველა პრობლემაც იცის, რასაც ფერმერები აწყდებიან. დახმარება კი მთავრობასაც აქვს და დონორებსაც, ოღონდაც ლანგარზე ეს ყველაფერი არდებს, რომ მიიღო, უნდა გაინძრე. ოჯახი გადავდივართ საერთოდ სოფელში საცხოვრებლად. ჩვენ გვაქვს 12 სახლი, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახლა კოოპერატივი. 7 ოჯახმა. თაფლი დღეს გვაქვს, კარტოფილი, ხორბალი და 50 ძროხა გვყავს და ყველაფერი გათვლილია, ყველაფერი ასე ვთქვათ, გამზადებული გვაქვს ფინანსური თვალსაზრისითაც. ჩვენს მიერ წლიური გადახდილი პროცენტი მერყეობს 9%-დან 12%-მდე. იქიდან გამომდინარე თუ რა ტიპის წესია. ანუ ფაქტიურად თქვენ თუ 12%-იან წესს აიღებთ, ჩვენ ან 9-ს ან 12-ს მიზნობრიობას გააჩნია პროცენტ წლიურს გადავიხდით და გამოგივართ 0%-იანი ან 3%-იანი წესი. თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობის საერთო სასოფლო სექტორია და ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის მდგომარეობა, იმას არანაირი შესაძლებლობა გარდა რაღაცა საკუთრებისა, რომელიც გააჩნია, არა აქვს რომ ჩადოს გირაოთ იმისთვის, რომ სტარტაპის ფული გამოიტანოს. ეგ პრობლემას წარმოადგენს გეთანხმებით, ან უზრუნველყოფა ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის. ჩვენ ვაძლევთ გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ისევ და ისევ რისკია საუბარდათ ცუდ ვარიანტზე, თუ არ დაბრუნდა სესხი და გირაოში გამოყენებული სასოფლო მიწა ვერ იქნა რეალიზებული, ჩვენ ნორმატიულ ფასად იყიდით ამას. ვაკეში დიდი ხანია აღარ მინდა მართალი გითხრა. ქალაქმა ამოწურა ყველა თავის შესაძლებლობა ჩემთან ურთიერთობაში. რა აღარანაირი სურვილი აქ ცხოვრების არ მაქვს ნამდვილად. უბრალოდ არ არის მარტივი დღეს სოფელი მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი ბევრია, რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მე უკვე 6 თვე ამ პროექტით დავდივარ ყველა ინსტანციაში, სადაც შესაძლებელია და პროექტი ადგილიდან ვერ დავძარე. სახელმწიფო ვაუჩერები რო გასცა, ახალდაწყებულებს არ ეკუთვნით, ასე რომ ვერც მაგით ვსარგებლობთ. ეხლა ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.
გაიგმილი აქვს კოოპერატივების ხელშეწყობისთვის ცალკე პროგრამები. აქ შეიძლება იყოს სასწავლო მცირე ტექნიკის შეღავათიანი პირობებით გადაცემა ან გრძელვადიანი შეღავათიანი პირობებით გამოსყიდვის პირობით, ასევე სხვა სუბსიდირების პროგრამები იქნება და ამაში აი სასწავლო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაგეხმარება. ჩვენ გვაქვს პროექტი გაკეთებული 150 სულზე. ფერმა. ხო, 150 სულზე. ბუნებრივია რომ ამას გადამამუშავებელი ისიც დაჭირდება. ხო, მცირე, რა თქმა უნდა, მცირე. ხო, და ესე იგი ეს კიდე შესაძლებლობას მოგცემს რომ ამ კოოპერატიულ მოძრაობაში თქვა ჩავთოთ სამღერეთის და ჭივჭავის ხალხი. აი ამ თვალსაზრისით თქვა რა შეიძლება რომ თქვენ შემოგთავაზოთ ჩვენ. კარგი იქნება დონორები ჩავთოთ. ჩვენ რაიონში კოოპერატივი კარგად გაკეთებია. და ზუსტად მესიკორი არის ორგანიზაცია, რომელიც გრანტებით დაეხმარება ამ კოოპერატივებს. და გრანტის იშვალიცინებს ამ შემაგრობელი ცენტრის გაკეთებაში შეიძლება რომ ჩვენ შეგახვედრებთ ამ ადამიანებს რომ შეიძლება გააკეთოთ დაგაფინანსონ და გრანტის ნახევარი თანამონაწილეობით თანამონაწილეობა შეიძლება აგროფესტის გამოიყენოს. ახალი პროგრამა აქვს სახელმწიფოს დაზღვევა, მოსავლის დაზღვევა, აგროდაზღვევა, მოსავლის დაზღვევა. ამ შემთხვევაში რა ხდება? აგიხსნით როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ აგროდაზღვევა. ვთქვათ მაგალითად გქონდეთ 1 გექტარი კარტოფილის შემთხვევაში თუ მოსავალი უნდა აიღოს ფერმერმა 10000 ლარი. ხო. არის კარტოფილი არის მე მგონი 13%. ხო. 13% თანხას უნდა გადაიხადო რომ დააზღვრო თქვენი მიწა. და 13%-დან სახელმწიფო გთავაზობთ 75%-ს მე გადავიხდი. სახელმწიფოდან. 25% თქვენ რო გადაიხადოთ. ეს არის ჩვენი საქონელი. ხო. აგერ ეს პატარა ხმოვებია, დანარჩენები იქით ხარ. ეს მოზარი. ხო, დანარჩენები აქეთ არის. აი, ნახე როგორ ბალახს ძოვენ. და შენ წარმოგიდგინე როგორი რძე იქნება, როგორი ყველი იქნება რა. როგორი ხორცე არ ვლაპარაკობ, მაგრამ აქ იქნება სახლები რა. ბოსელი აღარ დაგჭირდება, იმიტომ რომ იქ ფერმას ვაკეთებთ. ფერმას იქ დაგაკეთებთ? ამას სულ ყველაფერს გადავაკეთებთ მის სასტუმრო სახლებად რა. აი აქ იყო ფერმა, კი. ძალიან კარგი ადგილი არის, სადაც იდეა შეიძლება ისო ფერმა გაკეთდეს. ისა აქ იქნება ქვემოთ საბილიარდო და კაფე და მაღაზია. აი ეს არის ჩვენი ხორბალი. ახე როგორ არის წამოსული უკვე. ვაკელების ძალისხმევას ააშენონ სოფელით, ჩვენ თქვენთან ერთად მომავალშიც მივადევნებთ თვალს, ნახოთ რა გამოვა. ფაქტია რომ თანამედროვე უცხოური კაპიტალი და აგრო გამოცდილება ქართულ აგროსფეროს ძალიან ჭირდება. იქ უამრავი რისკია, რომელსაც არც იაფი კრედიტი თუ გრანტი და არც ხვნის ვაუჩერი შველის. ამის ერთი მაგალითი უმსხვილესი ღორის ფერმა, რომელშიც საპარტნიორო ფონდმა ბანკთან ერთად 5 მილიონი დოლარი დააბანდა. 10,000 ღორი, რომელიც ამ სადგომებში იყო, ჭირმა იმსხვერპლა. კომპანია კალანდამ თანამედროვე ფერმის მოსაწყობად ჯამში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, თუმცა ბაზარზე პროდუქციის გატანიდან 1 თვის შემდეგ წარმოება დაიხურა. საქართველოს ბანკი მონაწილეობდა 4,4 მილიონი დოლარის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდი 1,300,000 დოლარის ფარგლებში. დანარჩენი იყო პარტნიორების მოტანილი. მართვაში ყავდა ინგლისური კომპანია. იმიტომ რომ გამოცდილება ამდაგვარი კომპლექსის მართვის ქართულ სივრცეში არ არსებობს. და მე ვერ მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, ამ აქტივის გადარჩენა. და მოგვიწია 10,000 ღორის, ასე ვთქვათ, 10,000 ღორი ვიზარალეთ. კალანდაში დღემდე იკვლევენ, საიდან შეაღწია ფერმაში ვირუსმა, არ გამოერიცხება დივერსიაც.
კომპანია დაარსების დღიდან მუშაობდა სადაზღვევო კომპანიებთანაც, თუმცა სურვილის მიუხედავად ცხოველების დაზღვევის სერვისი მათგან ვერ მიიღო. ყველა ვერსია შეიძლება არსებობდეს, სანამ ერთ-ერთი არ დასტურდება, ხო ხტებით, იმიტომ რომ ჯერ ასეთი თქვათ კონკრეტული იმისგან რა ქვია პასუხი ჯერჯერობით არ აგვაქვს სადაზღვევო კომპანიებთან რაღაც მიზეზების და გამო ვერ მოხდა, ასე ვთქვათ, დაზღვევა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუშაობდით. ეს პროდუქტი რაღაც ვერ არის კარგად ფეხმოკიდებული ჯერ სადაზღვევო ბაზარზე. სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ყველა ბიზნესს თავისი საოპერაციო რისკი ახლავს და მეწარმეების მხრიდანაც მეტი ყურადღება საჭირო, თუმცა მთავრობის როლსაც ხედავს და არ გამორიცხავს მათ აღმოფხვრაში. აგროდაზღვევის ბაზარი საქართველოს საკმაოდ ცუდად არის განვითარებული დღესდღეობით. ჩვენი სამეცნიერო ახლა უკვე მუშაობს როგორც საზღვაო კომპანიებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმაზე, რომ შეიმუშავოს დაზღვევის სისტემა. აქ ლაპარაკია პრინციპში ორივე მიმართულებაზე, თავიდან ალბათ იქნება მემცენარეობის მიმართულება, რადგან შედარებით რომ მარტივია და სამართავად, ხოლო შემდეგ უკვე ვეტერინარული პროდუქციის მიმართულებით დასკვას. ფერმის ზარალი ამ დროისთვის ჯამში 8 მილიონი ლარია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ უკან დასახევი გზა არ აქვს და მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ, რაშიც კვლავ საფინანსო ინსტიტუტების იმედი აქვთ. საპარტნიორო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს ხელმეორედ განიხილოს პროექტის ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ, გამიხილოთ თავიდან ეს დოკუმენტაცია და გვერდში დავუდგეთ ამ პროექტს. სოფლის მეურნეობა საერთოდ რისკის მომცავი სექტორი არის საერთოდ, მაგრამ ამიტომაც არის, რომ საპარტნიორო ფონდი თქვათ ამ სექტორში მონაწილეობს, რომ ხარში დაუდგეს თქვათ იგივე ქართულ თუ უცხოელ ინვესტორებს, ვისაც აქვთ რაღაც ინიციატივები, რომ განახორციელონ პროექტები. ამის გამო ჩვენ ამითაც ვსწავლობთ, ვიღებთ გამოცდილებას და რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ ამას, მაგრამ არანაირად არ შევწყვიტავთ ამ სფეროში მონაწილეობას და პირიქით, ძალიან გვინდა რომ სოფლის მეურნეობაში რა შეიძლება მეტი პროექტი იყოს, რომ მეტი დავაფინანსოთ. დაფინანსების შემთხვევაში იანვრისთვის საჯიშე ღორების ახალი პარტიის შეძენას გეგმავენ და ფიქრობენ, რომ ბაზარს უკვე ერთ წელიწადში ძველი სიმძლავრით დაუბრუნდებიან, ოღონდაც უკვე სადაზღვევო პოლისით. რეკლამის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს დაფარავს თუ არა მთავრობა წამლების ფასსაც, რომელიც წამლები დაფინანსდება და ვინ მიიღებს ამ შეღავათს, მინისტრ პირადად შევეკითხებით. აგრეთვე რატომ იზრდება ავტომობილების ექსპორტი მაშინ, როცა აზერბაიჯანში ახალი რეგულაციების გამო მოლოდინი მკვეთრი შემცირება იყო. ავტოდილერები ამას მარტივად ხსნიან და ექსპორტის ვარდას ჯერ ისევ ელიან. დაგველოდეთ. გააგზავნოთ ბიზნეს კურიერს ჯერაც არ გამოცხადებულა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის მესამე ეტაპი, რომელმაც წამლების დაფინანსებაც უნდა მოიცვას. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ამან შესაძლოა წამლების კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვიოს. ჯანდაცვის ფასები ისედაც ერთ წელიწადში 4.5%-ით არის გაზრდილი. საყოველთაო დაზღვევის შედეგები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეისწავლა და დაასკვნა, რომ სისტემის ეფექტიანობა 80%-ია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამინისტრო უკვე მზად არის მესამე ეტაპისთვის. დავით სერგეენკოსგან შევიტყობთ, რომელიც ქუთაისთან პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით. კითხვა პრინციპში უკვე გაიჟღერა ბატონ დავით, აი პოზიტიური დასკვნის ფონზე და შედეგად ფიქრობთ თუ არა, რომ უკვე მზად ხართ და შესაბამისად თავრობა მზად არის, რომ მესამე დაპირებული ეტაპი, რომელმაც როგორც ვიცით, წამლების დაფინანსებაც უნდა მოიცვას, საყოველთაო დაზღვევის დაიწყება. და შემდეგ უკვე დასკვნასაც შევეხოთ კი ბატონო. გამომდინარე საკითხის სპეციფიურობიდან თქვენებართვით მე თქვენივე კომენტარის რამოდენიმე დაზუსტებას გავაკეთებდი. პირველი, ეს არ არის საყოველთაო დაზღვევა, არამედ ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა. აქ პრინციპული სხვაობა არის, რომელსაც მე დეტალიზაციას არ დავიწყებ. მეორე ის, რომ შეფასება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის შედგება 8 მაისს. ეს იქნება ფართო შეფასება. მე მაქვს წინასწარი მონაცემები, რა თქმა უნდა, საველე სამუშაოსი, სადაც ეფექტურობა კი არ არის 80%, არამედ გამოკითხულთა 80%-ზე მეტი ამბულატორიული სერვისების შემთხვევაში, ხოლო სტაციონარის შემთხვევაში გამოკითხულთა 96%-ზე მეტი დადებითად ახასიათებს აღწერს ამ პროექტს. ეს სხვადასხვა რაღაცები არის, ეფექტურობის 80% და გამოკითხულთა 80%, რომელიც ცალსახად და ნებისმიერი პროექტისთვის მე ვფიქრობ, რომ ბრწყინვალე შედეგია. მე შეფასების ნაწილში არ გავაკეთებ დეტალიზაციას, იმიტომ რომ კვლევის ავტორებს არ მინდა ჩამოვართვა საავტორო უფლება, ამას ისინი ბევრად პროფესიონალურად გააკეთებენ 8 მაისს, თუმცა გვაქვს ეს მოცემულობა. თქვენ ასევე ბრძანეთ მესამე ეტაპი,
საყოველთაო ჯანდაცვის. მესამე ეტაპი მე არაერთხელ მithქვამს გავიმეორებ, რომ არის შეფასებითი თუ რამდენად ეფექტურად მოხდა სამი მიმართულებით ამ პროექტის მართვა. ეს არის ადმინისტრირების მხრივ, ეს არის ფინანსური მხრივ და ეს არის ხარისხის მხრივ, სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხის მხრივ. სწორედ ამ შეფასების ერთ-ერთი დიდი ნაწილი იქნება 8 მაისს წარმოდგენილი, რომელიც მე წინასწარ გარკვეულად დავაანონსე, ასე ვთქვათ, და ეხლავე შემიძლია ვთქვა, რომ აქ არ არის მოცემული აპრიორ, რომ აუცილებლად მესამე ეტაპი გამოიხატებოდეს იქნება დაუშვათ მედიკამენტების პაკეტით უზრუნველყოფაში ან რაიმე სხვაში. ეს იქნება კომპლექსური შეჯამება, როგორც სახელმწიფო პროგრამების, ასევე მთლიანად ჯანდაცვითი პროგრამების და სტრატეგიული დაგეგმარება საითკენ განვითარდება, საითკენ გაიზრდება ეს ყველაფერი. გაიზრდება, რა თქმა უნდა, ქვეყნის ჯანდაცვის პრიორიტეტებისგან და კიდევ ერთი დაზუსტება მინდოდა მე თქვა, თქვენ ბრძანეთ, რომ 4.5%-ით გაიზარდა მედიკამენტების ფასები. მედიკამენტების არ გითხოთ, ჩვენ გვითხოთ ჯანდაცვის ფასები. მაშინ მედიკამენტების ფასები არ არის, იქ არის ამბულატორიული და საავადმყოფოების მომსახურება ძირითადად, მათ ხარჯზეა, მათი ფასების ხარჯზე. თუკი გადავხედავთ ასე თქვა ტრენდს, ანუ ერთი და იგივე კვლევების შეფასებას 2013 წლის განმავლობაში, რასაც სტატისტიკის დეპარტამენტი აწარმოებდა, აქ გადასახადები, ჯიბიდან გადასახადები შემცირებული არის 25%-ით მოსახლეობის, ადრე შეგახსენებთ ეს 70% შეადგენდა. რაც შეეხება სერვისები არის გაიაფებული და ეს სტატისტიკის დეპარტამენტში წერია და უბრალოდ თუ გამიზიარებთ იმ წყაროს რომ სერვისები გაზვირდა, აუცილებლად გავითვალისწინებთ დაგეგმარებას. საქსტატის მონაცემები გახლავთ ბატონ დავით, მოგაწვდით, გადმოგიგზავნით. რაც შეეხება თქვენ შენიშვნებს, რა თქმა უნდა, საყოველთაო დაზღვევაზე რომ საუბრობთ ჯანდაცვაზე, სხვა დაზღვევა საყოველთაო არ არის ამ ქვეყანაში და ყველა მიცის, მithumetes 96%, რომელიც სარგებლობს, 100%, 96%-ს უსარგებლია და მიიჩნევს, რომ ეს პოზიტიური გამოცდილება იყო მისთვის. და მაინც ეს მედიკამენტების თემა რომ ამოვწუროთ, მესმის რომ ეს აუცილებელი არ არის და არავინ არ ავალდებულებს და ვერც დაავალდებულებს თავრობას, მაგრამ თქვენი უშუალო პირადი დამოკიდებულება აი ამ წარმატების ფონზე მიიჩნევს თუ არა რომ შეგიძლიათ უკვე გადაწყვეტეთ აი ამ ამოცანასაც, რაც არის მედიკამენტების გარკვეული ჯგუფის მაინც ჩართვა ამ სადაზღვევო პაკეტში. როგორია თქვენი პოზიცია? მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია და ეს გაკეთდება, ამას ჭირდება სწორი დაგეგმარება, თუმცა სულ ერთი წინადადებით შევეხებით დაზღვევის და ჯანდაცვის განსხვავებას. დაზღვევა არის ის, რაშიც ფიქსირებულ თანხას იღებს განმახორციელებელი, ეგრეთ წოდებულ პრემიუმს, რასაც დახარჯავს, ეს არის მისი ზარალები, რაც რჩება, ეს არის მისი მოგება. ეს არის დაზღვევის ძალიან მოკლე აღწერა. ჩვენ რასაც ვახორციელებთ საყოველთაო ჯანდაცვას, ამაში რა თქმა უნდა სამინისტრო არ იტოვებს მოგებას. ეს არის პროექტის ადმინისტრირება. ეს პრინციპული სხვაობა არის დაზღვევას შორის. კეთილი, რა ტერმინი გსურთ შემდგომში ვიხმაროთ ჩვენ რომ თქვენ აი ვთქვათ რაღაცა არ კონდეთ ჯანდაცვა. საყოველთაო ჯანდაცვა, კეთილი. საყოველთაო ჯანდაცვის მესამე ეტაპი მოიცავს თუ არა მედიკამენტებს, როგორია თქვენი დამოკიდებულება, განწყობა? როგორც მოგახსენეთ, მესამე ეტაპის დაგეგმარებაში მნიშვნელოვანი იქნება შეფასება ეტაპობრივი თუ რა შედეგები მივიღეთ. როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი შეფასებითი ნაწილი წარმოდგენილი იქნება სულ აი ახლა 8 მაისს. ამის შემდეგ ჩვენ მე ვფიქრობ, რომ მაისის ბოლომდე დავასრულებთ ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამების ანალიზს და უკვე შეგვეძლება წარმოვადგინოთ შემდგომი გაფართოების გეგმა. ანუ მესამე ეტაპი შეიძლება იყოს იგივე ტემპის შენარჩუნება, შეიძლება იყოს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის მოცულობის გაზრდა ან თანხების მიმართვა ახალ პროექტებში. როგორიც იქნება, მაგალითად, არსებობს სახელმწიფო პროგრამა დიაბეტით უზრუნველყოფის, ჩვენ შეიძლება გავააქტიუროთ სახელმწიფო პროგრამა არტერიული ჰიპერტენზიის, რომელიც პირველი ნომერი მკვლელი არის მთელ მსოფლიოში. ამ ეტაპზე მხოლოდ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ მაინც. კეთილი, დიდი მადლობა თქვათ აუმწურავი ინფორმაციისთვის, რა მდგომარეობაში ვართ ამ ეტაპზე ამ რეფორმის განვითარების დაგემშვიდობებით. იმაში ასე ეს მედიკამენტების ჩართვის თემა, რომელიც არაერთხელ ითქვა სხვადასხვა მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოსნის მიერ, რომ ამ წელიწადს ამ მიმდინარე წელს იქნებოდა ჯერ კვლავ გაურკვეველია და მინისტრი ყოველმხრივ გაურბის ამ თემაზე, თქვათ რომ გადაწყვეტით თქვას იქნება თუ არა. როგორც ჩანს, ეს თამაშდება დამჭერ რომ შეიძლება არც იყოს ჩართული ყოველდღიურში წელს ეს მედიკამენტები. და თქვათ მოხდება, როგორც მან აღნიშნა, გადანაწილება გამომდინარე თქვათ მიღწეული შედეგებიდან პრიორიტეტ
უნივერსიტეტების სხვა დარგების სამეცნიეროს დაზღვევის, დაფინანსების ბოდიში. ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ. მანქანების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, აჩვენებს სტატისტიკა, მაშინ როცა მეზობელ ქვეყნებში შეცვლილი რეგულაციების ფონზე დილერები ექსპორტის ვარდნას ვარაუდობდნენ. ავტომობილები კვლავაც ქვეყნის ყველაზე მსხვილ საექსპორტო პროდუქტად რჩება. მიშა სესიაშვილს აქვს დეტალები და მისგან შევიტყობთ. აკაკი ექსპორტის ზრდა იანვარ-მარტში 23% შეადგინა, რაც ბოლო 4 წლის მაქსიმუმია. შედარებისთვის შარშან ეს ციფრი 5% იმავე პერიოდში არ ასცილებია. ექსპორტის ზრდის ტემპი იმპორტსაც საგრძნობლად აჭარბებს, როგორც ხედავთ, რომელიც მხოლოდ 16%-ის ნიშნულზე იყო. თუმცა ექსპორტში თავის მხრივ ყველაზე დინამიური პროდუქტი ისევ იმპორტირებული ავტომობილებია, რომლებიც შემდგომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყიდება. ექსპორტის 22%, ანუ თანხობრივად $150 მილიონ მეტი სწორედ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. ავტოიმპორტიორები ექსპორტის 300%-იან ზრდას ელოდებიან სომხეთის მიმართულებით, რომელიც ცოტა ხანში საბაჟო კავშირში შედის და უცხოური მანქანების გამბაჟებას გააძვირებს. ცხადია, ეს ზრდა მხოლოდ დროებითი იქნება, რადგან სომეხი მომხმარებელი შეიძლება ახალი ავტომობილი იქამდე იყიდოს, სანამ ის რამდენჯერმე გაძვირებულა. სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლის შემდეგ კი ბაზარი სახარდია მკვეთრად დაიკლებს. 1 აპრილიდან აზერბაიჯანის ევრო 4 სტანდარტზე გადავიდა აზერბაიჯანი, რამაც გამოიწვია ავტოდილერების, აზერბაიჯანელი ავტოდილერების, ასე ვთქვათ, მანქანების მომარაგება, ანუ შეიყვანეს მაქსიმალური რაოდენობა მანქანების, რომ შემდგომ უკვე 2004-იანი პრობლემა აღარ ყოფილიყო. რაც შეეხება სომხეთის მხარეს, სომხეთში დღესაც დაუზუსტებელი არის, როდის შევლენ ევრაზიულ კავშირში. როდესაც თარიღი გამოცხადდება, ველოდებით იგივეს, რაც იყო ყაზახეთის შემთხვევაში, საგრძნობლად კი არა და ალბათ 300-400%-ით გაიზრდება გაყიდვები. ბოლო თვეების ექსპორტის და უფრო გამოწვეულია იმ მოსალოდნელი ცვლილებებით, რაც ჩვენი მეზობელ ქვეყნებში გეგმებოდა. ვფიქრობთ, ეს ეპიზოდური ხასიათის უფრო იყო. თითქმის ყველა მეზობელ ქვეყნებში არის ევრო 4 და ევრო 5-ის რეგულაციები. რა თქმა უნდა, ეს ეკოლოგიურ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებულად საქართველოს მთავრობაც ახლოს პერიოდში ამ ნაბიჯებს გადადგავს. რეკლამის შემდეგ ლიკანის კომპლექსი, რომელსაც საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს, რას გააკეთებს ამ ფულით ყაზახური კომპანია, რომლის ხელშიც ეს პროექტი უკვე 8 წელიწადია და აქამდე გაჩერებული ჰქონდა. აგრეთვე 8 წელიწადში უნდა დასრულდეს თბილისში ცენტრალური გათბობის აღდგენა. გაზისა და მზის ბატარეები 2 კორპუსში უკვე დაიდგა. დაგვეყოთ. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს. ლიკანში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას როგორც ჩანს საშველი დაადგა. ყაზმუნაი გაზი მზად არის საინვესტიციო ვალდებულება დაასრულოს. მის გათვალისწინებით, რომ პროექტს სანახევროდ საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს. ფონდი ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს შეიქმნა და პარტნიორობასაც ყაზახებს სწორედ მაშინ დაპირდნენ, თუმცა ფული უცხოელმა ინვესტორებმა ახალი მთავრობის დროს მიიღეს. ყოფილი მეოთხე სამმართველო სანატორიუმი უკვე 8 წელია ყაზახების ხელშია. საქართველოში ყველაზე დიდი სპა და გამაჯანსაღებელი კომპლექსი. რეგიონის მასშტაბით კი ყველაზე მაღალი დონის სასტუმრო. ეს ის ამბიცია, რომლის განხორციელებასაც ბორჯომში ყაზახი და ქართველი ინვესტორები ერთობლივად ცდილობენ. რომანოვების ისტორიული სასახლის ეზოში 152 ნომრიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს არის რესტორნის განკუთვნილი ტერიტორია, ამჟამად იმყოფებით ჩვენ ტერასაზე, თავისი ხედებით, ბუნებრივია ძალიან ლამაზი ხედები გააჩნია აქაურობას. ეს არის 5 ვარსკვლავიანი ძალიან მაღალი კლასის სასტუმრო, რეგიონში უნიკალური იმ კუთხით, რომ მსგავსი კლასის სასტუმრო ამ ეტაპზე არაშენებულა და არც არის დაგეგმილი ჩვენი ინფორმაციით. ყაზმუნაი გაზ სერვისმა ბორჯომში ინვესტირება 2006 წელს გადაწყვიტა, თუმცა პროექტი მალევე შეჩერდა. მუშაობა იქ 2012 წელს განახლდა. ხელშემშლელი ფაქტორები სხვადასხვა იყო. ყველას ახსოვს, რა ხდებოდა აქ 2007-2008 წლებში. ეკონომიკური კრიზისისა და ომის ფონზე რთული იყო ფულის ჩადება. შემდეგ პროექტის გადაკეთება და რეკონსტრუქციის ნათლად ძველი შენობის სრულიად დაანგრევა და ახლის აშენება მოგვიწია. ეს რა თქმა უნდა უფრო მეტ დროსთან და ხარჯთან იყო დაკავშირებული. შეჩერებული პროექტის განახლება მასში საპარტნიორო ფონდის ჩართვის შემდეგ გადაწყდა. ბიზნესის წილი ყაზახსა და ქართულ მხარეს შორის თანაბრად გადანაწილდა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არის $38 მილიონი, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა არის $18 მილიონი და დანარჩენი არის ჩვენი ყაზახი პარტნიორების. შეჩერებული პროექტი იყო და ამიტომაც გადაწყდა ფონდის ჩართულობა, რომ ამ ადგილისთვის დაგვიბრუნებინა ის ტურისტული მნიშვნელობა და დანიშნულება, რაც ჰქონდა ისტორიულად.
და ტურისტებისთვის ისევ მიმზიდველი და ღია გამხდარი იყო. სასტუმრო საახალწლოდ უნდა დასრულდეს. სტუმრების ძირითად ნაკადს კი პოსტსაბჭოთა სივრციდან ელოდებიან, სადაც ბორჯომის სახელი კვლავაც კარგად მუშაობს. მთავრობის პარტნიორს დენის შეყვანის პრობლემა ალბათ არ ექნება, აი სხვა კომპანიებისთვის კი რეგიონში დენის მიღება როგორც ჩანს ისევ პრობლემაა. ხანდახან მაინც ბლოკის საწარმო არმაზში 4 თვეს თხოვდა დენის მიწოდებას ენერგოპროს, თუმცა მხოლოდ ამ დღეებში საკითხით ჩვენი დაინტერესების შემდეგ მიიღო. პრობლემის მიზეზი არასრულფასოვანი კანონი აღმოჩნდა. დენი რომ იყოს, ეხლა ემა უნდა გაანათოს. გაანათოს. ახალსაც მოვკიდო. მარტო ამს არ მარტო ამს. ძირე მეწარმე გიორგი ჯაფარიძე საწარმოო სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდებას უკვე მეოთხე თვეა უშედეგოდ ელოდება. იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნილი თანხა დროულად და სრულად გადაიხადა. კანონი არ რეგულირებს მაგას 40 დღეში უნდა მოიტანონ და დააყენონ ყველაფერი. უნდა ჩაგერთონ დენი. გადაუხადე 4700 ლარიღის ახალი აბონემენტის ჩათვა. რაც მომთხოვეს 50% გადაუხადე 2350 ლარი ჩაურიცხე ბანკის ანგარიშზე. ეს იყო 17 იანვრიდან ვეხვეწები დენი ჩამირთეთ. ენერგოპროში განმარტავენ, რომ კანონით ელექტროენერგიის მიწოდების ვადები მხოლოდ ახალი აბონენტებისთვისაა განსაზღვრული. მაგალითად, გიორგი ჯაფარიძის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება ენერგოდისტრიბუტორმა 40 დღეში უნდა უზრუნველყოს. უკვე არსებული აბონენტებისთვის სიმძლავრის გაზრდაზე კი ასეთი შეზღუდვები არ ვრცელდება. ფებრუარის დაახლოებით 12-ში თუ არ ვცდები, შემოიტანა თვითონ სიმძლავრის გაზრდაზე. ამის შემდეგ წავიდა ის პროცედურა, რომელიც აუცილებელია ქსელის მოწყობისთვის, მაღალი ძაბვის ქსელის მოწყობისთვის. ბოლო წერილი არის ჩვენს მიერ 24 მარტს გაგზავნილი. დიახ, 24 მარტს გაგზავნილი, სადაც უხსნით, რომ მიმდინარეობს ქსელის მოწყობის სამუშაოები და 1 მაისამდე ეს სამუშაოები დასრულდება. იმ მიწაზე, რომელიც გიორგი ჯაფარიძემ სამშენებლო ბლოკის საწარმოს მოსაწყობად იყიდა, ელექტროენერგიის აბონენტი წარსულში ფიქსირდებოდა და ამიტომაც უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე ახალ აბონენტად აღარ ჩაითვალა და 40 დღის ნაცვლად 70 დღეზე მეტი მოუწია ლოდინი. ახალ და უკვე არსებულ აბონენტებს შორის დისკრიმინაციულ განსხვავებას სემეკიც ადასტურებს და მის აღმოფხვრაზე ფიქრობს. პირველად იყო ასეთ კი სემეკი დადგა ასეთი საჩევრის წინაშე რაღაც პერიოდის წინ, ეს იქნებოდა დაახლოებით წინა წლის დეკემბრის თვე. მას შემდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რასაც ვაპირებთ, შევიტანოთ გარკვეული ცვლილება ჩვენს რეგულაციებში და იგივე წესი გავავრცელოთ სიმძლავრის გასცაზე, რაც არის ამჟამად ქსელზე ახალი მოხმობის მიართებასთან დაკავშირებით. გიორგის ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ მოთხოვნილ სიმძლავრეზე არა 4700 ლარის გადახდა მოუწევს, არამედ 3500-ის, რადგან ის აბონენტად უკვე აღრიცხულია და შესაბამისი 1200 ლარიანი გადასახადი გამოექვითება. თუმცა ეს მცირე მეწარმისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია, რადგან საწარმოს გაშვება 3 თვის დაგვიანებით უწევს. $15000 მარტო მიწაში მივეცი, 5000 დანადგარში მივეცი, ეს ფული ღირს, ვაგონი მოვიტანე, მუშები ვამუშავე. ხალხს ფულს ვაძლევდი, გავაწმენდინე ტერიტორია და ტყუილად ავარ და დაიკარგა ერთი $20000 და $25000 დამეკარგა წყალში გადავყარე ფაქტიურად. საკითხით ბიზნეს კურიერი 29 აპრილს დაინტერესდა. 30 აპრილისთვის კი საწარმოს მიმდებარედ უკვე ენერგოპროს თანამშრომლებიც გამოჩნდნენ. გამალებული მუშაობის შედეგად ასენანატრი ელექტროენერგია აბონენტამდე სულ რაღაც 2 დღეში მივიდა. მერის დაფინანსებით თემკისა და გლდანის კორპუსებში ცენტრალური გათბობის სისტემა აღდგება, ის მზის ბატარეებსაც მოიცავს და გაზისაც. თემკის ერთ კორპუსში სისტემა უკვე დამონტაჟდა, მეორე კი გლდანში უნდა შეირჩიეს. ასეთი ტემპის მიუხედავად პროექტმა 8-10 წელიწადში მთელი თბილისი უნდა მოიცვას. ნუნუ მაღრაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გაუმართლა და ცხელწყალთან ერთად ცენტრალური გათბობა შეღავათიან ფასად აქვს. მზის სხივების და ბუნებრივი აირის კომბინირებული სისტემის წყალობით გასულ ზამთარს თემქაზე მდებარე ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა ასობით ლარი დაზოგეს. საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავტონომიური ცენტრალური გათბობის და ცხელი წყლის მიწოდების სისტემა თბილისის მერიის დაფინანსებით გაკეთდა. ვიხდით ალბათ 200 ლარამდე. და ამჟამად აი სულ რო ჩართული გვაქვს ცხელწყალსაც კარგად ხმარობთ და არავითარი შიში აღარა გაქვს რომ გაზი გაიპარება და გაიგუდება ვიღაცა ეხარჯება საერთოდ 100 ლარამდე 120 ლარზე მეტი არ არის. საპილოტე პროექტი მერიას თითქმის 9 მილიონი ლარი დაუჯდა. თუმცა ავტონომიური სისტემის დამონტაჟების გარდა კორპუსი თერმოიზოლაციით შეიფუთა. ყველა ბინა მეტალოპლასმასის ფანჯრებით და გათბობის რადიატორებით აღიჭურვა.
პროექტის ინიციატორის განმარტებით, შემდგომში თბილისის ბიუჯეტს გაცილებით ნაკლების დახარჯვა მოუწევს. თვითონ პროექტი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, უნდა გაკეთდეს ისე, რომ მრიცხველის ჩათვლით მოსახლეობა არ უნდა ჩაერიოს ხარჯებში, ხოლო მრიცხველის შემდგომ ცხელი წყლისთვის მილის შეყვანა იქნება ეს თუ გათბობის სხვა საშუალებებისთვის ბატარეების გამოყენება, როგორ მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებულება. თუ როგორი ბატარეები უნდა მას, რა პანელური თქვათ, რადიატორი უნდა, ფინური წარმოების უნდა, უკრაინული წარმოების უნდა, მის ჯიბეზე შესაძლებლობებზე და გემოვნებაზე იქნება ეს უკვე დამოკიდებული. საშუალოდ თქვათ, წყლის შეყვანა მაქსიმუმ დაждდეს 100 ლარამდე, ხოლო თითოეული ბატარეის თქვათ უკრაინულ ბატარეებს რომელიც ძალიან კარგია, თუ ავიღეთ ხელობაში 60-70 ლარების ერთი ცალი. მზის სისტემების გამოყენება დედაქალაქის სრული მასშტაბით 8-10 წლიან პერიოდში იგეგმება. პროექტის ინიციატორი განმარტავს, რომ თბილისი წელიწადში 150 მილიონამდე კუბამეტრ ბუნებრივ აირს დაზოგავს. ამიტომ საჭირო სახსრები დონორებთან და კერძო სექტორთან ერთად მერიის ბიუჯეტმაც უნდა გაიღოს. ჩართული უნდა იყოს რა თქმა უნდა ბიუჯეტიც, იმიტომ რომ ბიუჯეტის გარეშე თქვათ გარეუბნებში, სადაც უძრავ ქონებაზე ფასი ნაკლებია, შეუძლებელი გახდება კერძო ინვესტიციებით ამის გაკეთება, ხოლო ისეთ უბნებში, სადაც უძრავ ქონებაზე ფასი მაღალია, იქ შესაძლებელია თქვათ სხვენზე დაშენების სანაცვლოდ კომპანიამ შეასრულოს ამ ტიპის სამუშაოები და მოსახლეობას მიეწოდებოდეს ბუნებრივი ცხელი წყალი და გათბობა უფასოდ. საცხოვრებელი კორპუსების შერჩევა ბუნებრივი გაზის შესყიდვის პუნქტების მიხედვით მოხდება. უახლოეს მომავალში ავტონომიური ცენტრალური გათბობის და ცხელი წყლის მიწოდების სისტემის დამონტაჟება გლდანის კორპუსებზე დაიწყება. ებრაული ტექნოტესტ ჯორჯია კვლავაც უშედეგოდ ითხოვს ავტოტეკ დათავლიერების ტენდერში მონაწილეობას. კომპანია ამ საკითხს მთავრობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, როდესაც გამოცხადდა, რომ ეს უფლება მთავრობამ გერმანულ კომპანიას მისცა. კრიტიკის პასუხად მთავრობამ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ შერჩევის პროცესი გრძელდება და მასში მონაწილეობა სხვებსაც შეუძლიათ. თუმცა ებრაელი ინვესტორი მას შემდეგ ამაოდ ცდილობს ამ პროცესში ჩართვას და პრემიერისგანაც პასუხს წერილზე ამ დრომდე უშედეგოდ ერის. ვითხოვთ განცხადებაში იმას, რომ მივიღოთ ახსნა განმარტება, რატო უნდა მოხდეს მათი აზრით, ხელისუფლების აზრით, რატო უნდა მოხდეს ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვიღაც ფირმის, უცნობი ფირმის თუნდაც ნაცნობი იყოს არ აქვს მნიშვნელობა, ცალმხრივად ამ საკითხის ორგანიზება და რატო უნდა დარჩეს უყურადღებოდ ის ფირმა, რომელმაც უკვე ერთ წელზე მეტია დაიწყო ამაზე მუშაობა. და კიდევ ერთი ინფორმაცია, საქართველოს რკინიგზის შვილობილმა კომპანია ტრანსკავკაზუს ტერმინალსმა ფოთიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული საკონტეინერო რეისი დანიშნა. აქამდე საკონტეინერო მატარებელი ფოთიდან თბილისის მიმართულებით მხოლოდ სრულად შევსების შემდეგ გამოდიოდა. ახლა კი სიხშირე კვირაში 3-ჯერ იქნება, რაც გადამზიდავების ტრანსპორტირების დროს 4-ჯერ უმცირებს. ასეთივე რეგულარული რეისები ბაქოს, ერევნისა და შუა აზიის მიმართულებითაც იგეგმება. ჩვენი სუსტი მხარე იყო გადაზიდვის დრო. ზეგიდან ორშაბათიდან ფოთიდან თბილისის მიმართულებით იulis ბლოკ მატარებელი ეს ნიშნავს რომ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, საღამოს რეგულარულად გამოვა ფოთიდან კონტეინერების ბლოკ მატარებელი და ის შემდეგ დღეს სამშაბათს დილას 10 საათზე უკვე თბილისში ტერმინალზე იქნება. ეს უკვე ნიშნავს რომ ჩვენ ლიდერები გავხდებით არა მარტო გადაზიდვის სიაფით, არამედ ჩამოტანის დროითაც. და დღესულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. მანამდე კი შეგიძლიათ გვეწვიოთ Facebook-ზე, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი თქვენთვის საინტერესო თემებზე. ნახვამდის.